18 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. შეკრებაზე საბჭოს წევრებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან მომხდარი ინციდენტი განიხილეს. საბჭოს წარმომადგენლებმა დაგმეს აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის შემოქმედებით ჯგუფზე თავდასხმა, რაც მედიაზე ზეწოლად შეაფასეს და საკითხის სამართლებრივად გამოძიებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ჩვენთვის აფხაზეთელებისათვის და მთელს სრულად საქართველოსათვის ის წმინდა ადგილი არის და ამიტომ რაც არ უნდა გამახიზიანებელი შენთვის იყოს ესა თუ ის პოლიტიკური საკითხი რაც ეხება მედიას მუშაობას ხელი შეშლა და შეურაცხყოფა კიდევ მე მას ალბათ უფრო რბილად ვამბობ ვიდრე იქ იმ ინციდენტის დროს მოხდა თქვათ ამას ალბათ მე მაინც ასე მგონია რომ სამართალდამცავი ორგანოები თავიანთ შეფასებას მისცემენ. ეს სამწუხაროდ არ არის პირველი ფაქტი, აქ უკვე საუბარი იყო ფაქტურად ფიზიკურ ზეწოლაზე, მაგრამ როგორც იტყვიან, თქვათ, აი სულიერი ზეწოლა და ძალიან უხეში ჩარევა იმ გაგებით, რომ უსამართლო ჩარევა თქვათ სოციალური ქსელებით, ოფიციალური განცხადებებით, ასევე თავისი ზოგიერთი ორგანიზაციის ინტერნეტ ტელევიზიებით აი ამ ცენტრის საქმიანობაზე, ასევე სამეთვალყურე საბჭოს წევრებზე დიდი ხანია უკვე ფაქტურად თითქმის აი ამ ცენტრის დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში ხდება თქვათ ზეწოლა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია გამოეხმაურა. ნებისმიერი შეზღუდვა პროფესიული ნიშნით ჟურნალისტის სისხლის სამართლის დანაშაული არის. ეს საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მთავრობის წევრი იქნება სამართალდამცავი ორგანო თუ რიგითი მოქალაქე თუ არასამთავრობო, ეს არის სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად თუ ვიღაცას ექნება მცდელობა რომ ხელი შეუშალოს ჟურნალის პროფესიულ საქმიანობაში, ის აუცილებლად პასუხს უნდა აგებდეს სამართლის წინაშე და ალბათ სასამართლომ უნდა ემჯეროს ამაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაუსვათ მსგავს ქმედებს.